გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ირაკლი ჯიბლაძე. დღეს ვისაუბრებთ სტატისტიკური ფუნქციების შესახებ, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მინიმალური ან მაქსიმალური მნიშვნელობები მონაცემთა ბაზაში. კერძოდ ეს არის min და max ფუნქციები. როცა გვაქვს მონაცემები, ჩანაწერები საკმაოდ დიდი ოდენობით, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში, ხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ჩანაწერია, ვიზუალურად მათ შორის ყველაზე მცირე ან ყველაზე დიდი მნიშვნელობის პოვნა არის საკმაოდ რთული და დამღლელი, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ min და max ფუნქციები. მათი სინტაქსი არის ერთმანეთის მსგავსი და ძალიან მარტივი. კერძოდ მინიმალური ჩანაწერის საპოვნელად ჩვენ უნდა ჩავწეროთ min ფუნქცია და მისი სინტაქსი რეალურად შედგება მხოლოდ ამ შემთხვევაში ერთი ჩანაწერისგან, რომელიც წარმოადგენს ჩვენს მთლიან არეალს, სადაც მოთავსებულია ჩანაწერები. ამიტომ მოვნიშნოთ მთლიანად, დავხუროთ ბრჭყილი და მივიღეთ 5. ანუ ამ მონაცემთა ბაზაში ყველაზე მცირე ჩანაწერი ტოლია 5-ის. რაც შეეხება მაქსიმუმს, ჩავწეროთ max ფუნქცია, ასევე უნდა მოვნიშნოთ მთლიანი არეალი, დავხუროთ ბრჭყილი, enter-ი და მივიღეთ 159, რაც ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერებში ყველაზე დიდი მონაცემი არის 159. აი ასე მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ნებისმიერ მონაცემთა ბაზაში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. გააზიარეთ და დაალაიქეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, წარმატებებს გისურვებთ.